ტაივანის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი სი ძინპინის მოწვევით ჩინეთში გასამგზავრებლად ემზადება. ვიზიტი აპრილში შედგება. ერთი თვით ადრე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ჩასვლამდე პეკინში, სადაც ორი ქვეყნის ლიდერს შორის სამიტია ჩანიშნული. ყოფილმა კანონმდებელმა ჩენგ ლივუნმა ოპოზიციური პარტიის კომინტანგის თავმჯდომარის პოსტი ოქტომბერში გაინახდა. მისი საგარეო პოლიტიკა პეკინთან ურთიერთობების დათბობასა და მჭიდრო კონტაქტების ჩამოყალიბებას გულისხმობს. იმ ფონზე, როდესაც სავა ტაივანის ხელისუფლების ბოლო განცხადებები პეკინიდან მომდინარე საფრთხეებზეა აგებული, მათ შორის სამხედრო ხასიათის. ვიმედოვნებთ, რომ აპრილის ვიზიტი იქნება ახალი გაზაფხულის დასაწყისი ტაივანის სრუტის ორივე მხარისთვის, რაც მშვიდობის გარანტიაა. ეს კი არაა მხოლოდ ტაივანის სურვილი, არამედ ჩინეთის მოლოდინიცა. ჩვენ ვიმუშავებთ მტკიცედ მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. ტაივანის სრუტის მხარეებს შორის ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია, ისევე როგორც ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მე ვერ ვხედავ კონფლიქტს და ვერც იმისაჭიროებას, რომ მსხვერპლზე წავიდეთ. მე ასევე მზად ვარ შევხვდე და ვესაუბრო ტაივანის პრეზიდენტს ლაი ცინგტეს. ვიმუშაო მასთან აქტიურად მშვიდობასა და სტაბილურობაზე რეგიონში და გადავჭრათ შიდა პარტიული კონფლიქტი ეროვნული მასშტაბით. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დემოკრატიულ ტაივანს მის ტერიტორიად მიიჩნევს და უარს ამბობს მის პრეზიდენტთან ლაი ცინგტენთან საუბარზე, რომელსაც ჩინეთში სეპარატისტად მოიხსენიებენ. ამის ფონზე პეკინი მჭიდრო კონტაქტების დამყარებას ცდილობს ტაივანის ოპოზიციასთან. გლობალურ დომინაციაში ამერიკის მთავარ მეტოქესთან, ჩინეთთან ურთიერთობებში ტაივანს უკანასკნელი როლი არ უკავია. დღეს ტაივანს სტუმრობს ამერიკელი კანონმდებლებიც, რომლებიც ქვეყანას 40 მილიარდიანი თავდაცვის ბიუჯეტის ბოლომდე მიყვანას მოუწოდებენ, რათა ჩინური საფრთხე ეფექტურად მოიგერიონ. ძლიერი ურთიერთობები ტაივანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის აწლეულებს ითვლის და მან თეთრ სახლსა და კონგრესში ცვლილებებსაც გაუძლო. ეს ურთიერთობები კიდევ მრავალი აწლეული იარსებებს. წუხვართ პეკინიდან გაზრდილი ზეწოლის გამო, მათ შორის ტაივანის ირგვლივ სამხედრო მოქმედებებით, რაც ზრდის რისკებს. თუმცა თავდაცვის უნარიანობის ზრდით ტაივანი ამას წინააღმდეგობას უწევს. ტაივანის სრუტის ირგვლივ მშვიდობა და სტაბილურობა მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკონომიკისთვის და საერთო კეთილდღეობისთვის, მათ შორის ამერიკული ბიზნესებისთვის და მიწოდების ჯაჭვისთვის. 250 მილიარდ დოლარიანი მიმოცვლით ტაივანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ყოველწლიურად. ჩვენ აქ ვართ კონკრეტული გზავნილით ტაივანის ხალხისთვის იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ ერთად უსაფრთხოებისა და ერთობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ვართ ამ სამყაროში. სურს პირადად დაუჭირო მხარი თავდაცვის ბიუჯეტს. ჩემი კოლეგები ვაშინგტონში ამ პროცესებს თვალს ადევნებენ. ეს უმნიშვნელოვანესია. უნდა ვნახოთ, რომ ვიდრე ჩვენ მსოფლიოს ამ ნაწილში ინვესტიციას ვახორციელებთ, თქვენ ასევე დებთ ამაში ძალისხმევას. ტაივანის ოპოზიცია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში დომინირებს, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ თავდაცვის ბიუჯეტს ეწინააღმდეგება და საკითხზე დებატებს განაგრძობს. ამერიკა კი ტაივანის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდამჭერია, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური დიპლომატიური კავშირები მხარებს შორის არ არსებობს. ამერიკის ხელისუფლებამ ტაივანის თავდაცვის ხარჯების ზრდისკენ ფოკუსირებულ ბიუჯეტს მხარი უკვე დაუჭირა. იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონი ყველა პარტნიორს უბიძგებს დახარჯოს მეტი საკუთარ თავდაცვაზე.